რაც შენი თვალებიდან იყურება ხარ შენ და ეს არის სული და ეს არის ღმერთის ნაწილი. ჩვენი ცხოვრება ღმერთის ნაწილის მოგზაურობაა და თუ სამყარო ღმერთმა შექმნა და შენ ღმერთის ნაწილი ხარ, ესე იგი შენ მონაწილე ხარ სამყაროს შექმნის. ესე იგი შენც სამყაროს შემოქმედი ხარ. და როდესაც შენ სამყაროს უმზერ, ღმერთი უმზერს თავის თავს ჩემით. ეს არის ჰერმეტიზმის დედააზრი. და შეიქმნა ადამიანი ეს სულიერი კომპოზიცია და შემდგომ ის დამიწდა, ანუ მოხდა მისი მატერიალიზაცია. ტატი ეკითხება უკვე ტოტს, რომ მამაო, რატომ დასჭირდა ღმერთსო? აი ამხელა მოგზაურობა, აი ის რომ ესე იგი ადამიანი შეიქმნა ჯერ სულიერი, უნაკლო და მერე განსხეულდა და მერე ჩვენი მიზანია რომ ჩვენ ისევ გავსულიერდეთ და განვიღმრთოთ. და ტოტი პასუხობს ესეთ რაღაცას, რომ ღმერთს არ შეუძლია არ იყოს შემოქმედი. აი არ შეუძლია არ შექმნას, არ შეუძლია არ შეიმეცნოს. აი ამ გზით ის შემოქმედებაშია და იმეცნებს თავის თავს.